გამარჯობა. ესე იგი გამოვედით ბაზარში ზუსტად 250 ლარით, ანუ საარსებო მინიმუმით და ვნახოთ ამ ფულით რამდენი პროდუქტის ყიდვა შევძლებთ და როგორ გავიტანთ ერთი თვის განმავლობაში თავს. როგორც გავიგეთ, პროდუქტებით გაიაფებულია სანდო წყაროებისგან Facebook-ზე პოსტავენ. ეხლა გადავამოწმებთ მაგას, წავუმყევი, მე ვიცი აქ კაი ადგილები. დავედით. გამარჯობა. გამარჯობა. პატარა ვიდეოს ვიღებთ ჩვენთვის პროდუქტები გაიაფთო და თუ გაიაფთო გაინტერესებს. გაიაფთა რავე? თავი გითხრა გაიაფთა. ლალი მოროშკინა. ესე მოროშკინამ თქვა იმედზე. მოროშკინამ კაცები გაიაფოს და უფრო ნაკლებად გათხოვდება. თქვენ ახალგაზრდები ამას რო ამთავრებთ და სისხლის ფასი რო გიჩდებათ. თითოეული დღე, წასვლა, მისვლა, იქ ამხანაგი, იქ მეგობარი, იქ შეყვარებულის პერიოდი, იქ რაღაც დღესასწაული და მე გაქვს 700 მანეთი ხელფასი. 700 მანეთი ჩვენ დანაგავში ვიხდით აქ რა უყრით. გაშტერებულია ხალხი არ იცის რა გააკეთოს უკვე. სად რა იყიდოს ოჯახში რა აჭამოს დღეს. ახლა გამოვედით ჩვენ 250 ლარით. ეგ არის საარსებო მინიმუმი. ასე გითხრეს და ვნახოთ აბა რაში გვეყოფა. შევარდაძის სოლმა 8 ლარი უნდა იყოროს. კაი ოჯახის მახსოვს კობახიძემ თქვა. კობახიძე იტყვის აბა რას იზარ თავი ვერ გაუპარსე გაბუძგურდა ის კობახიძე მიცის რა არის აქ გასაჭირი კახეთიდან რო ჩამევიდა თქვენ თუ გაგიაფეს აქ საფასური გომის არაფერი არ დაუბა ახლა 2 კილო აბე 100 ცალ კვერცხს ავიღებთ. რამდენსა? 10. ეს რა ღირს? 2 ჩადის დაამატე და 10 ლარისა იქნება. პომიდორი გადავიხადე 8 ლარი კილოში და ძალიან გამლან დღეს რომ წასულიყავიო ბაზარშიო და იყიდდიო იაფადო და წამოდით ეხა და ვიყიდოთ 8 ლარად იაფად. ოღონდ ეს ავოკადოები და ისინი არ მომინდომო შენ ფო ინფლუენსერული არა, რაღაცები. ცოტა გავიჭირვოთ ეხა ჩვენ. უნდა გავიჭიროთ, კაი. აქ რო ადამიანი მუშაობს. რა არის საშუალო თანხა, რაც შეიძლება დღის განმავლობაში მოგება ნახოს, გამოიმუშაოს? ის რომ დღეს მე მოგება წავიყვის გამორიცხულია. უკვე რამოდენიმე ხანია და არც ახალწლებზე არ ყოფილა ისეთი სამუშაო, რომ აი რაღაც ახალწლს გაგვეყი და გასუწევთან შედარებით საერთოდ არაფერი. ექსპორტ უკვე მისწოლებით და ძალიან გაუსაცილესი არის. აი ძალიან რაც კი შეიძლება. ბევრი შეიძლება არ ჭამს, არც ხორცს და არც თევზს, თუ ისე შეიძლება გავიდეს, რომ ადამიანმა ხორცი საერთოდ ვერ მიიღოს, მაგრამ ვიყიდოთ ისეთი რაღაცები, რაც მეტნაკლებად საჭირო არის ორგანიზმისთვის და წესით უნდა ვიღებდეთ. მაგ ლოგიკით კვირაში ერთხელ მაინც უნდა ვჭამდეთ თევზს, მაგრამ არაუშავს თვეში ერთხელ ჭამაზე გადავიდეთ. არ დაუჯეროთ მე როგორც ვეგეტარიანელი, გეტყვით რომ თევზის და ხორცის ჭამა საერთოდ არ არის საჭირო. ქოცი ვეგეტარიანელი ვიქნები. ყოველ ხუჩაბაც უნდა ჭამო თევზიო. ესე იყო კომუნისტების დროს. აი, ეს თანხები თქვენ თვითონ შეიძინეთ და გასაჭიროებს ამ ჩვენ ვირა ჩვენი ჯიბიდან, კაცო, მე შევჭამთ მაინც რასაც ვიყიდით. ვირას ჩვენ კი გვეძახიან დახელფასებულებს, მაგრამ რა გვავართ ახლა დახელფასებული. 10000 ლარი მაქვს გადასახდელი ჯარიმა, იმიტომ რომ გარეთ ვდგავარ პროტესტში ვიღებ მონაწილეობას და ეს ყველაფერი არ მომწონს. საიდან უნდა მქონდეს 24 წლის გოგოს ესე ჰაერზე 10000 ლარი. იცი რას ფიქრობ? ეხლა რო აქ ვიყინებით და დავდივართ ბაზარში და გამარჯობა. ასე შემდეგ. იმიტომ არ ჯერათ ამ კონცეფტს და ესენი დახელფასებული არიან, იმიტომ იძახიან, აბა ეხლა რომელს გამოვიყვანთ თვითონ ასე და უბრალოდ იმის გამო რომ ანახო რა ხდება ქვეყანაში. თავის ფულს ვინ დახარჯავს მაგისტვის? რომელი აწევს ერთ ადგილს თბილის კამიდან, მაგრამ მეტი რა გზაა? კაი კარტოფილია? მაგარი. რა ღირს? ლარი 30. ეს ლარი 30 ღირს თუ გაიაფთა კობახიძემ რო თქვა იმის მერე და გახდა ლარი 30. რა გვირდა უბრალოდ ლარი 20. გაზირდა? აი ეს ყველაფერი ერთი კვირა კარგად გეყოფათ, მაგრამ ერთი თვე არ ვიცი. ხახვი რამე თუ ხორცი. ხახვი ვიყიდე, ნიორიც ვიყიდე. ისა გაგოსინჯებთ? მოდი აბა გასინჯე. რა იყო? ეს ისღება ყველი. ნუ ბოდიში მოცარელას ჭამ მარტო და იმას თუ რა. ეს მარტო იმეებზეა მიჩვეული ფოე ყველებზე რა. არა, არ დაუჯეროთ, საერთოდ არ მიყვარს. მოცარელაო, პარმეზანი, მაზერატი. გამსია მოწარელას. მოცარელას მსგავსია? პარმეზანიც ვიცი და მოცარელი. არ მიყვარს არც ერთი. აია, ეს არავის არ ეყოფა, ხო? 2 კილო ვიღო. ხო. ერთი თვის ამყოფი ყველა 2 კილო ვიღოთ, ის ხო არ არის ფუფუნება. მე 2 კილო ძალიან ცოტა ვიყიდე ყველაფერი. 13 ლარის კილო და 700 თიხვის. იყოს. ხო. არ გაიაფებულა. პურიერი ვარ ვაკეში, ქართულიდან. ბოდიში ვიყიდი ჩიჩეომანამდე, ჩემი გემოვნებით შემირჩეთ. ცხელი პური მინდოდა კარპუსში. და ავიღე და უკვე უნდა გავატარო და 3.95 და უნებლიე გინება ამით დამკახელსა და
თქვენი დედაც მეთქი რომ აკი დაიაბდა და კობახიძე მთელი უბედურება რა არის ის იქ უკვე ნაკეცები ემჩნევა რამდენი მთავრობის კაცი იყო და ისო კობახიძე აკი დაგვირდა მეთქი და კობახიძე რა შუაშია არა ვინ არის შუაში მითხრა თან ჯდება ესე ხაბაბები თან ესე ეკეცებოდა კობახიძე ეს არის ერთი ყველაზე კლასიკური რობოტი და ეხლა ეს ყველაზე დიდი ნაბარი რაც არის ეს ბოდიშ და ბოლო მოსმა და მაგით უნდა დამთავრდეს თუ კობახიძე წავა ეს წინასწარ მეტყველებაა ჩემი გინდა იჯერათ გინდა რა და გაუშვით არაფერი არ ამოჩათ სამშობლოს გულისთვის ეხლა ხორცები უნდა მაყიდინო წავედით შენ შედი გამარჯობა რა ღირს ხორცი აგერ ფასები მოდი აბა აგერ ყოფილა ფასები მოდი ესე იგი რბილი 35-ო ძვლიანი 27-ო ღორის რბილიო 20 ძვლიანი 17 ფარში მოკლედ ეს ფასები იყო წინაკვირაში ახალწლამდეც თუ დაიკლო არა მოიმატა ამიტომ ხალხო ხორცს რო ესეთი ფასები აქვს საერთოდ არ ჭამოთ ხორცი რა საჭიროა ხაშურის მინდვრის ლობიო გვინდა 2-3 კილო გვინდა ხაშურის მინდვრის ლობიო რა ღირს 21 ლარისა ცოტა მეტია და ალალი 15-ია ცოტა მეტია და ალალი იყოს თქვენ გაგახარებთ ღმერთი აბა რა რაჭველებს ეკო რაჭველების მოყვარული კაცი აგე მადლობა ჩვენ ვყიდულობთ საარსებო მინიმუმი რაც გვითხრეს 250 ლარი არისო თვეში თვეში 250 ლარის პროდუქტებს ვყიდულობთ 50 ლარი ნორმალურ ოჯახს 2 დღე არ ეყო მაგი არაფერში არ ეყო აი უბრალოდ აი მაკარონი რო იყიდოს მაკარონი გვაქვს რაღაცები იმაში დაცარი მაკარონი გვაქვს საყიდელი მადლობა აგერ შევდადი მაღაზიაში რომელი ვაშლი აი ეს წითელი ავიღოთ წითელი 5 ლარია მწვანეს 4-ში მოგწევ ბანანუაში 3 წითელი 5 მწვანე 4 იაფდებაო ნენელაო კობახიძის განცხადების მერე რო თქვეს შეატყვეთ რამე რა იაფდება არაფერი ეს ჩურჩხელა კი კარგად მიყურებს მაგრამ ჩურჩხელის garaშე გაიტან თავს რამენაირად ერთთვის განმავლობაში და მოდი ამაზე აღარ დავხარჯოთ ახლა ჩურჩხელის და ავოკადოს ფული არ არის მაკარონი ბრინჯი ვაიმე ჩემ ფეხებს ვიყიდე ვერა ერთი კვირის პროდუქტებიც არ გვაქვს თან იცი რას გეუბნებოდი თორნიკე ჩურჩხელას ჩუქნის მადლობა ჩურჩხელაზე რო დიდი მადლობა ესე იგი იმდენი ვიწუწურე ჩურჩხელა არ მოგდის თქო აგე გვაჩუქა კაცმა ესე თუ გავიტანთ ერთმანეთს თორე ეს 250 ლარაში გვეყობა აბა ეს ისეთი კეთილი კაცი აღმოჩნდა მართლა არ დაიჭირო წავიდეთ ეხა დროზე აქედან მადლობა ჯანმრთელობა გავცივდით ეხა წავლების ფული აღარ დაგვრჩა ხო რა გვაინტერესებს და აგე დავდივართ ფასებს უყურებთ რა ფასებია გაიაფთაო ყველაფერიო ვითხრეს და აბა ეგ როგორ დაიჯერე ნაგე ხობა საბა ცოდო არ არის ხა ის თევზი იქ ნახე თავისთვის დაცურავენ და უნდა მოკლან ჩვენი გულისთვის რომ ჩვენ მუცელი ამოვიყოროთ თუ ამოკლავ დაგირა აი მოდი აი მოკლე რა თევზი გაქვთ ხეკი ეს ზუთხი ვორაგული აი ცოტა ბიუჯეტური ცოტა ბიუჯეტი 27 ლარი გვაქვს დარჩენილი აი სკუმბრია დაგჭრა არა დიახ 19 და ცოტა მეტი გამოვიდა კილოზე 10 ლარი დაგვრჩა 10 ლარი 2 კილო მაკარონის და ეგ არის ჩვენი ფული რა საარსებო მინიმუმი რა შეგაქალეს ეხლა თქვენ რაც იყიდეთ ადამიანს ეს ერთი თვე უნდა იყოს ერთ ადამიანს ერთი თვე უნდა იყოსო ეგაო აი ხო ნახეთ მოგივიდა როგორ ეყოფა ეგ დიდი ამას ხიმი უნდა ზეთი უნდა ის ზეთი ვიყიდეთ კარაქი ვიყიდეთ მე რას მეუბნები შენ ახარ ინფლუენსერი მზარეული და მე ვიცი ძალიან კარგად რაც უნდა ვიყიდო ფული არ არის თორე ფული არა თორე ძალიან კარგად ვიცი რაც მჭირდება ტომატი გვინდა ანუ ჩვენ ახლა რაღაცები ვიყიდეთ გონია რომ ვიყიდეთ და ერთი ამდენი კიდე საყიდელი გვაქვს რა თქმა უნდა კვილის პასტა გჭირდება ადამიანს თვეში ერთი რავი ტუალეტის ქაღალდი გჭირდება ბამბა გჭირდება შამპუნი გჭირდება დასაბანი გჭირდება ელემენტარული არა საარსებო მინიმუმი ნიშნავს რომ უნდა ჭამო კაცო ტუალეტის ქაღალდის გარშე ხარ მოკვდები ხო ეგრევე ობა იარსე გონი იმაზე მეტი დაგვჭა საყიდელი ვიდრე ვიყიდე კი ქვილი შაქარი არ გვიყიდია საერთოდ ჩაი არ გვიყიდია რაღაცები გვაჩუქეს კიდე ასევე ჩურჩხელა გვაჩუქეს ბანანი გვაჩუქეს მთლიანი დიდი ბევრი ერთი 8 ცალი ხალხო
კამერით რო დადიხართ და სიმართლეს როცა ამბობთ, გამყიდვები რაღაცებს გქონია ხოლმე და დაიწყეთ ლაპარაკი თქვენს და თქვენს გაჩქონ რაღაცა. არ შეგვხვედრია არც გამყიდველი და არც მოქალაქე, რომელიც გვეტყოდა რომ ფაზები გაიაფთაო, არა თუ გაიაფთაო, არ შეგვხვედრია ადამიანი, რომელიც არ გვეტყოდა რომ გაძვირდა ყველაფერიო, ახალი წლების მერეო. ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, ეს ფასები არ არის ნორმალური, ამ ქვეყანაში ვერ იარსებებ ისე როგორც მთავრობა გეუბნება რომ უნდა იარსებო. აი ამ ვიდეოს კომენტარებში სადაც ეს ვიდეო დაიდება, ნახეთ რა დღეში იქნებიან რომ დაწერენ რომ აი ეს არ უნდა გეკნათ, ეს უნდა გეკნათ, იმის მაგივრად რომ დაინახონ რეალურად სად არის პრობლემა. და არავინ აღარ თქოს რომ თქვენო რაღაც ევროპა რო გინდა თუ ხალხის გასაჭირს რატო არ უყურებთ? აი ხალხის გასაჭირი. ვინ უყურებს, აბა? აბა ეხა გადართეთ იმედზე და იქ როგორ აჩვენებენ ხალხის გასაჭირს, მაგასაც ნახავთ. და ეს არის ყველაფერი, რაც მოგვივიდა 250 ლარად, რაც არის ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი ერთი თვის განმავლობაში. ბანანი გვაჩუქეს, ამით ალბათ ერთი მე ჩურჩხელა მაჩუქეს. სად არის ჩემი ჩურჩხელა? აი, ჩემი ჩურჩხელა. 4-5 შეწვა კარტოფილი, შემწვარი კარტოფილი, ზეთი ალბათ გვეყოფა ერთი თვე, მაგრამ აქ არ არის როგორც უკვე ვთქვით, შაქარი, ფქვილი, ჰიგიენური ნივთები, რაც ყველა ადამიანს სჭირდება და ეს არ არის რაღაც 5 და 10 ლარის ამბავი. პური არ არის, რომელიც შეიძლება ერთი თვის განმავლობაში 30 ლარი მაინც დაგიჯდეს. არ არის ესეთი წვრილმანი პროდუქტები, რაც შეიძლება რაღაც საჭმის გაკეთების დროს უცებ გჭირდებოდეს და მაღაზიაში ჩასვლა დაგჭირდეს. მით უმეტეს ეხა წვენი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ ბოდიში გენაცვალე. ერთი თვე ეს არის საარსებო მინიმუმი, ამით უნდა იარსებო, მაგრამ მოდი აბა გავაკეთოთ რაღაცა. ჩელენჯი? საჭმელი გავაკეთოთ და ვნახოთ რა გამოვა. პრინციპში დღეს გავიგებთ, რომ სრულიად შესაძლებელია 250 ლარად თვიდან თვემდე ერთმა ადამიანმა გაიტანო თავი. თუ ყოველდღიურად მიირთმევთ სუპს, მოიცა კომუნალურები არ გადაგვიხდია?